კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამობრძანდით, ყველას, ვინც ამ ძალიან საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი, ინიციატორებს, მხარდამჭერებს, დონორებს. ვიცი, რომ დღევანდელი ჩვენი შეკრება ეს არის შედეგი ძალიან ბევრი ადამიანის შრომის და ყველას მინდა მადლობა მოუხადო. 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტი შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის შენობაში. ეს რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტისთვისაც სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული თქვენგანისთვის, რომლებმაც ასე ახალგაზრდულ ასაკში გადადეთ თავი ისეთი მძიმე შრომისთვის, რასაც ქვია პოლიტიკა და საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენ ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრები, ჩვენს გარკვეული გაგებით ახალგაზრდები ვართ, ბევრი, ჩემი ჩათვლით, პირველად ვართ პარლამენტის წევრები. ჩვენ დღეს გვესწრებიან დარბაზში უმრავლესობის წარმომადგენლები, უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებსაც სხვადასხვა ცხოვრებისეული გზა გვაქვს გავლილი, მანამ სანამ პარლამენტში მოხვდებოდით. დღეს დაგვეკისრა ეს ძალიან მძიმე და საპატიო მოვალეობა წარმოვადგენდეთ საქართველოს მოსახლეობას, ვიღებდეთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის, უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად და ძალიან მნიშვნელოვანია ხედავდეთ თქვენს ინიციატივას. მე ვიტყოდი კონკურენციასაც კი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი, ალბათ ყველა ვერა, ცხოვრება უფრო რთულია ვიდრე თავიდან წარმოგვიდგენია ხოლმე, ინტერესებიც იცვლება, სხვადასხვა ვითარებების გამო ხშირად შესაძლოა ბოლომდე ვერ მივყვეთ ჩვენს პროფესიას თუ იმ არჩევანსაც გავაკეთეთ ამ დროს ახალგაზრდობის ასაკში, მაგრამ პირველ რიგში ძალიან მინდა გისურვოთ, რომ თქვენი ეს ნაბიჯი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცხოვრებაში და თქვენი ენერგია, თქვენი ცოდნა მოახმაროთ საქვეყნო საქმეს, საზოგადო საქმეს, ქვეყნის სამსახურს. ეს პროფესია სინამდვილეში ძალიან რთული პროფესიაა, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც ამ საქმეში ვერთვებით, დგებით სერიოზული დილემების წინაშე. როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც საკუთარი მე დავკარგოთ და თუ ეს დავკარგეთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ ვერც ხალხს ვემსახურებით, თუ ჩვენ საკუთარი პიროვნული ღირსება, პიროვნული მისწრაფება, პიროვნულ ბედნიერებას ვერ ვეზიარეთ და თავად არ ვიგზენით თავი კომფორტულად, ისევ საზოგადოებას ვემსახურებით. მაგრამ დილემაც სწორედ ამაშია, რომ როგორ მოვახერხოთ ის, სად გადის ზღვარი, კერძო, პირად თუ ჯგუფურ ინტერესებსა და საზოგადო ინტერესებს შორის, საქვეყნო საქმეებს შორის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფესიის დაუფლებას, ამ საქმეში შემოსვლას თითოეული ჩვენგანი დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ჩავერთოთ ასეთ საქმეებში. 1990 წელს, როდესაც აირჩა საქართველოს პირველი პარლამენტი, მაშინ ძალიან რთული იყო ვინმესთვის გვეწოდებინა პროფესიონალი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ მანამდე პოლიტიკა როგორც ასეთი, ანუ მრავალპარტიული ცხოვრება იყო აკრძალული და ჩათვლილი დანაშაულებრივი ქმედებად. დღეს ჩვენ პარლამენტში გვყავს პარლამენტის წევრები, რომლებიც სწორედ პოლიტიკური შეხედულებების ხმამაღლა გამოთქმის გამო იყვნენ საბჭოთა იმპერიის პერიოდში დაპატიმრებულნი და გადასახლებულნი შორეულ აღმოსავლეთში. ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო. შესაძლოა ამ დარბაზშიც თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში მოევლინეთ ამ ქვეყანას. ეს არ არის დიდი დრო და ისტორიისთვის 20 და 25 წელი
ძალიან ხშირად ბევრს არაფერს ნიშნავს. Აი ჩვენ იმ წარსულიდან მოვდივართ, იმ ძიმე მემკვიდრეობას უმკლავდებით და სასურველია, რომ მალე დავახციოთ თავი ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად პოლიტიკური ცხოვრებით თუ საპარლამენტო პერიპეტიებით თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის ბრძოლის შემხედვარე მოქალაქეები ცოტა ღიზიანდებიან ხოლმე. ვეყოფა გაუთავებელი კამათი, მოდი ვიყოთ ერთ აზრზე, ერთ ჭკუაზე, ძალაერთობაშია ეს ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ჩვენს გერბსაც ამშვენებს, ხშირად ჯერ კიდევ არასწორად გვესმის ხოლმე და ეს ყველაფერი სწორედ იმ კომუნისტური წარსულის გადმონაშთია. ძალაერთობაშია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირები უნდა ვიყოთ, ან შეიძლება ვიყოთ. ძალაერთობაში მაშინ არის, როდესაც იმ ერთიანობის შემადგენელი ადამიანები, მოქალაქეები არიშურებენ ძალას, ღონეს, ენერგიას იმისთვის, რომ იკამათონ, იდებათონ, განიხილონ საკითხები და ერთიანობა მას შემდეგ არის შესაძლებელი და აუცილებელი, როდესაც აი ამ მსჯელობის და დებატების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. აი ამ გადაწყვეტილებების შესრულებაში უნდა ვიყოთ ერთიანი. კანონის დაცვაში უნდა ვიყოთ ერთიანი. ზეპარტიული სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების დაცვაში უნდა ვიყოთ ერთიანი. აი მანამდე ყველა სხვა თემაზე და საკითხზე საჭიროა მსჯელობა, კამათი, დებატები და თქვენი ინიციატივა, თქვენი წამოწყება დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი წვლილი იმ საქმეში, რომ ჩვენ მართლაც მრავალპარტიული, მართლაც მრავალფეროვანი საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი თავისუფლებაც. ხშირად ალბათ თქვენს გაგჩენიათ ასეთი აზრი, რომ საქართველოში კი არის ბევრი პოლიტიკური პარტია, იყო დრო, როდესაც ერთი ცალი იყო ასეთი პარტია, კომუნისტური პარტია, მაგრამ ზოგჯერ პოლიტიკურ პარტიებსაც გვემართება ხოლმე ის, რომ საბოლოო ჯამში ერთი კომუნისტური პარტიის ნაცვლად თავისი არსით შეიძლება მივიღოთ ხოლმე ბევრი, მაგრამ მაინც კომუნისტური პარტია. ეს ის შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ პარტიას, ამა თუ იმ ლიდერს უჩნდება ამბიცია იმაზე, რომ ფლობს ექსკლუზიურ უფლებას ჭეშმარიტებაზე, რომ მან იცის მხოლოდ და ყველაზე უკეთ და ყველაზე სწორად თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. ამგვარი დამოკიდებულება, ამგვარი აზროვნება პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ხელს ვერ უწყობს იმ ამოცანების გადაწყვეტასაც ქვეყნის წინაშეა, რასაც საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ჩვენგან. ეს ყველაფერი თეორიულად თითქოს ადვილია, ვიცით, რომ სხვისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ, ვიცით, რომ მოსმენის კულტურა ეს სერიოზული და აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ როგორც კი თავად ჩავებნებით ასეთ სიტუაციაში, იქ ხშირად გვავიწყდება ხოლმე ეს ამბავი. ამიტომ მე მინდა გისურვოთ, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც თქვენ ერთად მუშაობა მოგიწევთ ახალგაზრდული პარლამენტის ფარგლებში, რაც შეიძლება მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ აი ამ ფორმას, ურთიერთობის ფორმას, ურთიერთობის სტილს. თორე თუ ფორმა და ეს პროცედურები არ არის დაცული, მაშინ ძალიან რთულია მივახციოთ იმ შედეგს, რაც გსურს, რაშიც გვინდა სხვა დავარწმუნოთ, რაც გვინდა რომ გავიტანოთ, რაც გვინდა რომ გადაწყვეტილებად იქცეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვალს ადევნებთ საქართველოს პარლამენტის საქმიანობას, პირდაპირ ეთერში გადაიცემა ეს ყველაფერი და გთხოვთ ძალიან კრიტიკულად შეგხვედოთ და თქვენ საქმიანობაში რაღაცნაირად გაანალიზოთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და მოგვაწოდოთ რეკომენდაციები, მოგვაწოდოთ რჩევები. მე როგორც ვიცი, ეს თქვენი პროექტის, თქვენი წამოწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მე როდესაც გავეცანი თქვენი საქმიანობის პერიპეტიებს, თქვენი შექმნის პერიპეტიებს, სიმართლე გითხრათ, რამდენიმე საინტერესო
დეტალი აღმოვაჩინე, რომელზეც შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ. მაგალითად, თქვენ ცოტა სხვანაირად ხართ არჩეული თუ შერჩეული, ხო? ესე გაიარეთ კონკურსი ორტურიანი, როდესაც თითოეული თქვენგანი შესაძლებლობების შეფასება სახდენდა გარკვეული კომისია, დაკომპლექტებული სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანებისგან. მოქმედი ნამდვილი პარლამენტის წევრებს რომ შევთავაზოთ ეს მეთოდი არჩევის შეიძლება უარი არ ვთქვათ. იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო მეთოდი და მოდელია და ამას ნაკლებად ჭირდება ეს ძალიან მძიმე და მომხანცველი პროცესი, რომელსაც ქვია წინასაარჩევნო კამპანია, როდესაც კომისიასგან უნდა დაუმტკიცოთ რამე, არამედ სწორედ ხალხს უნდა დაუმტკიცოთ რამე, არის კონკურენცია, არის სერიოზული ბრძოლები ხოლმე. ჩვენ ვიფიქრებთ მაგ ტიპის საარჩევნო მოდელზე, მაგრამ იქნებ თქვენი ფიქროთ ასევე იმაზე, რომ ჩვენი არჩევნების მოდელი ხომ არ გამოგეცადათ, ანუ მომავალი პარლამენტისთვის იქნებ თქვენ მოამზადოთ გარკვეული წანამძღვრები იმისთვის, რომ თქვენი კოლეგები მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრები ცოტა უფრო რეალურ საარჩევნო პროცესს დაუახლოვდნენ და მოდი პირდაპირ ამ მომრჩეველთანაც ვსადოთ ჩვენი სიძლიერის თუ სისტოლის დამტკიცება და ეს დამატებითი საინტერესო პროცესი უნდა გამოვიდეს ჩემი აზრით. თუმცა ამ პროცესთან ახლავს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები. კონკურენცია მაშინაა სასარგებლო, მაშინაა სახალისო, როდესაც დარწმუნებული ვართ თამაშის წესების სამართლიანობაში და ზოგადად არჩევნების სამართლიანობაში. სამართლიან კონკურენციაში გამარჯვებული რჩება კმაყოფილი, იმიტომ რომ მან გაიმარჯვა, მაგრამ დამარცხებულიც უნდა დარჩეს ხოლმე კმაყოფილი. კმაყოფილი იმითი, რომ ის დამარცხდა უფრო ძლიერთან ორთაბრძოლაში. როგორც კი ამ საკითხებში ეჭვის შეტანის საფუძველი ჩნდება, მაშინვე აზრს კარგავს კონკურენცია, პოლიტიკური კონკურენციას, ბიზნეს კონკურენციას და ყველა სხვა კონკურენცია. ამიტომ აი თამაშის წესების და პროცედურების განუხრელი დაცვა ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამოცანა საჯარო ცხოვრებაში, განსაკუთრებით საპარლამენტო ცხოვრებაში. მე ამ ტრიბუნიდან მიწევს ხოლმე ხანდახან ძალიან ესეთ უმადური საქმის გაკეთება, რაღაცას მიმართა ვიცით, რა თქვენი 2 წუთი ამოიწურა, ამიტომ დავბრძანდით. ან თქვენ ახლა არ გაქვთ კითხვის დასმის უფლება. ან ამ ფორმატში კანონპროექტის განხილვის დროს ეს დაუშვებელია და ასე შემდეგ. სინამდვილეში აი ამ ტიპის პროცედურების და წესების დაცვით იქნება ის გარემო, ის ფორმატი, როდესაც პარლამენტს შეუძლია სერიოზული და შინაარსიანი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ მე მინდა შემოგთავაზოთ თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის სახელით. ჩვენ არ დაგვჭირდება რაიმე ხანგრძლივი მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორ მოვახერხოთ ეს თანამშრომლობა. იცით, რომ საქართველოს პარლამენტში ტარდება პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს, თუ ყოველ დღე არა, კომიტეტის სხდომები, რომლებზეც იხილება კონკრეტული რეალური კანონპროექტები. ეს სხდომები არის ღია. ამიტომ ყველას თხოვთ გამოძებნოთ დრო დაესწროთ საკომიტეტო განხილვებს. თქვენ იქ თქვენი აზრის გამოთქმის საშუალებაც გექნებათ. როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გააქვთ საქართველოს პარლამენტის მისაღები გადაწყვეტილებების თაობაზე მიმდინარე დებატებში სრულფასოვანი მონაწილეობა. მესმის, რომ პატარა უხერხულობა შეიძლება ზოგ თქვენგან შეექმნას იმის გამო, რომ პარლამენტი დედაქალაქისგან შორსაა, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მარტივად შეგიძლიათ ისარგებლოთ პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებიც დასავლეთ საქართველოს რეგიონიდან მძანდებით. ქუთაისელები ვართ პარლამენტში.
აღნიშნეთ რამდენი? 2, 3, 4, 5, 6. ბათუმი 5. ზუგდიდი 1. ერთი წაიჭიქოვანი შემოგიერთდათ საქართველოს პარლამენტიდან. ეს როგორ მოახერხეთ, ესე იგი, სამეგრელოდან ერთი კაცია სულ? 2 არიან, 3, 4, რატომ ალავდით მე რეგაც? ძალიან კარგი. თქვენ ძალიან ახლოს ბრძანდებით პარლამენტთან, არ გჭირდებათ დამატებითი სერიოზული ზომების მიღება, რომ ჩაერთოთ პარლამენტის შენობაში მიმდინარე პროცესებში. ეს ახლა არ ნიშნავს იმას, რომ იმას დისკრიმინაციას ვახდენთ, ხო? და საერთოდ ეს თემა პარლამენტის არ უნდა იყოს თბილისში, ქუთაისში თუ მესტიაში. ამის თაობაზე იცით, რომ ცხარე დებატები მიმდინარეობს, მაგრამ ამ ტიპის საკითხების გადაწყვეტასაც სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება. და დარწმუნებული ვარ, საქართველოში კუთხეს ვერ ნახავთ და ქალაქს ვერ ნახავთ, რომლის მცხოვრებლებმა თქვან, რომ არ გვინდა პარლამენტი იყოს ჩვენთან. ან რამე ნებისმიერი სერიოზული და მნიშვნელოვანი დაწესებულება. ეს გასაგებია, რაიონული, ადგილობრივი, რეგიონული პატრიოტიზმი ეს აუცილებელი მოვლენაც გია, მაგრამ ალბათ მაინც შობია პარლამენტი ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობდეს, რომ სრულფასოვანი საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეს მას. მაგრამ ეს ცალკე საკითხია ამ თემაზე თუ თქვენს გამართავთ დებატებს, იცით, რომ საქართველოს პარლამენტში შემოტანილია კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომლითაც კონსტიტუციიდან განზრახულია იმ პუნქტის ამოღება, რომელიც სულ 2 წლის წინ გაჩნდა საქართველოს კონსტიტუციაში და რომელიც საუბრობს საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე. არც შესაძლოა უკვე იმშელეთ, თუ არ გიმშელიათ, სიამოვნებით მოვისმენდით თქვენს შეხედულებებს ამ თემაზე, გნებავთ გადაწყვეტილებას ან ვარიანტებს. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კანონპროექტზე, მე როგორც ვიცი თქვენ რეალური, კონკრეტული, ნამდვილი საკითხების და თემების განხილვასაც გეგმავთ და აპირებთ ამ პროცესში. ამიტომ ვთხოვთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ყველაფერი, რა პროექტია შემოსული, რა მდგომარეობაშია, რა წერია შიგნით. ამოარჩიოთ რომელიმე საინტერესო და განიხილეთ. თუ ამას გადაწყვეტ, ჩვენ მზად ვიქნებით დაგითმოთ ეს დარბაზიც, შეთანხმებით, რომ რამე სხვა საქმეს ხელი არ შეუშალოთ და მე მგონი, ჩემი კოლეგები, პარლამენტის წევრები სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას იმ ფორმით, რომ მოგისმენთ, როგორ განიხილავთ ამა თუ იმ კანონპროექტს, რა მოსაზრებები გამოითქმება. მოკლედ, ჩათვალეთ, რომ მზად ვართ ყველა თვალსაზრისით ხარი დაგიჭიროთ, მოგეხმაროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული პოლიტიკური ინტერესიც. ხა კი ვარ პარლამენტის თავმჯდომარე და აქ როცა ვზივარ, ნეიტრალობა მევალება, მაგრამ ახლა სტრატეგია არ არის აქ. ესე იგი, მეც ვარ გარკვეული პოლიტიკური გუნდის წევრი, კოალიცია ქართული ოცნების პარტიის წევრი, რესპუბლიკური პარტიის. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც გიყურებთ თქვენ და დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგებიც, იმიტომ რომ ყველა პარტია დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მეტი აქტიური, მომზადებული ახალგაზრდა ჩაერთოს რეალურ, სერიოზულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ალბათ აქ ბრძანდებით ისინიც, ვინც პარტიების, სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებში ან მონაწილეობთ, ან გეგმავთ ასეთ მონაწილეობას, ეს ძალიან კარგი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა თავისი როლი და თავისი სიტყვა ყოველთვის ძალიან მკაფიოდ გამოთქვან ქვეყნის ცხოვრებაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, რომ მზადებით ამ მნიშვნელოვანი ორგანოს წევრები, გისურვებთ წარმატებებს და გვპირდებით, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან გექნებათ ყოველგვარი მხარდაჭერა, თუ კი რაიმე შეგვიძლია. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ თავად იქნებით აქტიურები. შეგვაწუხეთ კომიტეტის თავმჯდომარეების გვარების სახელები, მონაცემები წერია ვებგვერდზე. ამიტომ რა თემას გაინტერესებთ, რა საკითხიც გაინტერესებთ, მიმართეთ პირდაპირ. მე მაქვს ეს უფლებამოსილება ჩვენი პარლამენტის წევრებისგან
რომ მათთვის თქვენთან ურთიერთობა, თქვენთან გარკვეული დროის გატარება, კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა იქნება პრიორიტეტული და არავინ არ იქნება მიუწვდომელი თქვენთვის. ოღონდ თქვენ თავად უნდა იაქტიუროთ და გამოიჩინოთ სათანადო ენთუზიაზმი. მე მინდა მადლობა გადავხადო იმ ხალხსაც, რომლებმაც კონკრეტულად ამ პარლამენტის შეკრება გახადა შესაძლებელი. ეს არის ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, რომლის წარმომადგენლები გვესწრებიან. დიდი მადლობა. ახალგაზრდული პროექტებით ეს ინსტიტუტი ყოველთვის იყო დაინტერესებული და იმედია გააგრძელებენ ამ ტრადიციას. მე როგორც ვიცი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც არასამთავრობო სექტორს გადაეცა, თქვენამდეც მოაღწია. ძალიან კარგი. მე პირადად ჩავთვლი, რომ ეს ის შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა სწორად და საზრიანად და საქმიანად განკარგა საბიუჯეტო თანხები. ახლა მოგცემთ. ამიტომ სახელმწიფოც თუ შეძლებს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმით დახმარებას, ეს ცუდი არ იქნება. მოკლედ, ვით არ ამშრომლოთ. მზად ვართ კონკურენციისთვის თქვენთან. შევეჯიბროთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან ბევრ ისეთ საკითხს წარმოაჩენთ და ისე წარმოაჩენთ, რომ შესაძლოა მოქმედ პარლამენტსაც სერიოზული კონკურენცია გაუწიოთ. და საერთოდ ეს ყველაფერი არ არის თამაში და არ არის ხუმრობა, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბოლო ცვლილებების შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შევიდა, მომავალ არჩევნებზე თუ გასულ არჩევნებზე ნებისმიერი თქვენგანი შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრი. და პარლამენტში ყავს ჩვენ რამოდენიმე პარლამენტის წევრი, რომელიც თუ არ იქნებოდა დიდ პარლამენტში, შესაძლოა თქვენს გვერდით ყოფილიყო ახლა. ასე რომ თავარია ესეთი თავდაჯერებულობა თქვენი მხრიდან, ამბიციურობა, თუ არ გაქვთ ამბიცია და არ გააჩვენთ სერიოზული წარმატებები, მაშინ მონახეთ რამე სხვა საქმე. ბევრი საქმეა ზოგადად ცხოვრებაში. მაგრამ ის ამბიცია თუ კიდე რაღაცებით იქნება დარეგულირებული, ეს კიდე უკეთესი, იმიტომ რომ მხოლოდ ამბიციით და ენთუზიაზმით არ გამოდის ის წარმატებები. ყველაფერ ამაში იქონიეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის.